ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მიერ გამოგზავნილ წერილსა და დათქმებზე, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, ჟურნალისტების შეკითხვებს პრემიერ-მინისტრმა ცოტახნის წინ უპასუხა. როცა საუბარია დავუშვათ პატიმრებზე, იქ ძალიან მკაფიო პასუხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულმა ამ პატიმარმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. ხო, ამაზე დაგვიწყო საუბარი. კეთილი ინებონ და დაგვისაბუთონ თუ აქვთ რაიმე სამართლებრივი კითხვები რომელიმე საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი კითხვები არ არსებობს. შესაბამისად არის სერიალი პოლიტიკური ულტიმატუმები, რაც ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება კანონებს, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია ის კანონი, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას, რომელიც უკავშირდება გამჭვირვალობას. მე შეგახსენებთ, რომ ეს კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ. თუ იმეს უნდა საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, კი ბატონო, ხონდა ეს გააკეთონ გამჭვირვალედ. თუ ესეც არ უნდათ, ეს აბსოლუტურად გაუგებარია, ხო? თქვენ იცით, რომ მათ შორის ევროკავშირის ფონდების დაფინანსება იყო პირდაპირ ჩართული საქართველოში ექსტრემიზმის სახალისებაში, რევოლუციური პროცესების სახალისებაში. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ზრუნავდეს ევროპული ბიუროკრატია და არა იმაზე, რომ ჩვენ აგვიგრძალოს რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღება. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ ჯანსაღი დისკუსია გავმართოთ ყველა სუბიექტთან, ყველა საკითხზე. საერთოდ არის წინააღმდეგება ოჯახური ფასეულობების შესახებ კანონი, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის შესახებ კანონი, ანტიდისკრიმინაციულ კანონი. საერთოდ არის წინააღმდეგება. ამიტომ კეთილი ინებას ყველამ, ამით უნდა განსხვავდებოდეს ყოველ შემთხვევაში ევროკავშირის საბჭოთა კავშირისგან. ხო, საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა? მოდიოდა მოსკოვიდან დირექტივები, თუ არ შეასრულებდი, დაგშიტრენ. დიდ განსხვავდება მაშინ მოსკოვისგან ბრიუსელი. როდესაც გვეუბნებიან, რომ შენ არ უნდა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ძალებს უზღუდავს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. ეს რა თქმა უნდა მაგას ნიშნავს, რომ შენ გემუქრებიან სტაბილურობის და შემდეგ მშვიდობის დაკარგვას. ანუ მსჯელობასაც თუ ასე დადგება საკითხი, რომ ამ მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზა ლიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ქართული ხალხის არჩევანია.